არის ბიბლიაშიც მაგალითად და შეგენებულად მე არ მოვიყვანე, ხო, იქაც არის, ხო? რატომ? იმიტომ რომ ვინც ბიბლიაში იტყვება, ყველა ღმერთს იცნობს, მაგალითად ა ブラ ამი, ისააკი. ყველა იცნობს, რახაბ მეძავმა იცის ღმერთი. იცის, ინფორმაცია მიიღო და იგი ღმერთს კი არ ატყვევს და ღვთისნიერ ხალხს. იგი ატყვევს წარმართული სახელმწიფოს მოქალაქე რო არის, იმ სახელმწიფოს, რომელიც ღმერთის მითითებით უნდა დაინგრეს და ამ ტყუილით იგი ქვეტექსტი სიმართლე ღმერთთან არის და გადაარჩინა მისი ოჯახი, რომელიც შესრულდა კიდევაც და ამავე დროს იგი ქრისტეს გენეალოგიაში მოხვდა. ხედავთ როგორი პარადოქსი არის, ამას გარკვევა უნდა და რო არ დავიმნეთ. შემდეგ არის თუ არა სიმართლე 100%-იანი, ხო? აი აბსოლუტური გაგება აქვს თუ არა სიმართლეს. თუ ტყუილი არის რელატიური, ზოგ შემთხვევაში უნდა სიმართლე ვთქვათ, ზოგ შემთხვევაში მოვიტყუოთ. ბიბლია არ ადასტურებს, რომ ღმერთი არის აბსოლუტური ჭეშმარიტება. სიცრუე არაფერი არ არის. ღმერთის მიერ გაჩენილი ადამიანი კავშირის გაწყვეტამდე იგივე გადმოედინებოდა და აბსოლუტურად ადამიანს და ევაც ერთმანეთს ნამდვილად არ ატყუებდნენ. მაგრამ როდესაც მოხდა ის, რაც მოხდა და რა მოხდა, იმ თავისუფალინებით არჩევანის თავისუფლება საერთოდ გაურკვეველია, რო იცოდეთ. იცი რა მექანიზმით, აი რატო შექმნა ღმერთმა ასეთი რა? არ ვიცით, ეს დაფარულია და ამაზე არ უნდა იმტრიოს თავი ადამიანებმა და არც მასხროთ ეს ჭეშმარიტებები, რომ იცი რა, ახლა შენ იტყვი რომ თავისუფალება. იცი რა არის, ესეთი შექმნა და არჩევანი ხო გვაქვს. მე ნებისმიერ სიტუაციაში ჩვენ ყოველთვის ვართ არჩევანის წინაშე. ნებისმიერ დროს. ახლა პლანეტის მდგომარეობა როგორია, მორალური თუ ჰუმანური, 100%-ით გამეფებულია პლანეტაზე, ხო? რაღაც გამონაკლისები ის არის მადლის ეპოქაში რო ვართ ჩვენ ქრისტიანი. გამეფებულია რა? ჰუმანიზმი, დარვინიზმი, მატერიალიზმი. ეს არის გამეფებული. აქედან რა თქმა უნდა გამართლებულია ტყუილი, იმიტომ რომ ეს ტყუილი არ არის, ეს გადარჩენისთვის არის. შენი არ ზიანდება არაფერი, მაგალითად სამსახურში არის რაღაც ინსტრუქცია. თვითონ სამსახურის ინსტრუქციაში დევს ის რაღაცა შეუმჩნეველი გარკვეული რაღაცა პარაგრაფები, რომელიც მაიძულებს მოვიტყუო. თვითონ სამსახურის სისტემაა ასეთი, როცა ყველა სამსახური ესეა. ყველა სამსახური. ხედავთ, ჩვენ ვიმყოფებით ისეთ პლანეტაზე, რომ სადაც არ უნდა შეხვიდეთ იდეალური არსად არ არის. ასევე ოჯახის წევრები ჩვენთან იდეალური არავინ არ არის. იმიტომ რომ ესენი საზოგადოების წევრები არიან და გინდა არ გინდა დიდ როლს ატარებენ მიკროსოციუმში, რომელსაც სამსახური ქვია. და შესაბამისად იქიდან შემოდის და ოჯახში შემოდის, ასევე ქმარი, ცოლი, სხვადასხვა გარემოში მუშაობენ, სოციალური გარემოებულისხმობ და სხვადასხვა პროფესიებით არიან და ასევე შვილებიც იმ სკოლაში არიან. მთლიანად საზოგადოებაში არის შემუშავებული ხედვა. ხო და სწორედ რა ხედვა არის ეს? როგორია სამყაროზე ხედვა ამ ხედვით? ვინ შექმნა სამყარო? და აქედან აიგება ყველაფერი. ეხლა როცა ბიბლიაზე გადავდივართ, ნახეთ, ბიბლიაში არის მოთხრობილი რა? ღმერთი გვიყვება თავის თავზე და სამყაროზე. გვიყვება სამყაროს დაავადებაზე და ადამიანის დაავადებაზე. ამიტომ იგი ეცხადება ადამიანებს კონკრეტულად. ახლა ჩვენ არ გვეცხადება ხალხო. პრობლემა ეგ არის, რომ ჩვენ ბიბლია არ გვეცხადება რეალურად, როგორც მოსეს და რო გავყვეთ, ხო იცით? და ასევე პავლეს უკვე აღდგარი იესო ქრისტე შეხვდა. და ასევე მოციქულებს, უკვე აღდგარი წარმოიდგინეთ, რამხელა გადატრიალება მოხდა ადამიანთა ცნობიერებაში. ჩვენ ერთადერთი საფუძველი გვაქვს საღვთო რომელიც უამრავი ინტერპრეტაციებით არის მოწოდებული. ყველა დენომინაციას თავისი ინტერპრეტაცია აქვს ბიბლიის, ეს ხო აბნევს ადამიანებს. ასევე ოფიციალური სახელმწიფო დონეზე კათოლიციზმი, მართლა და გაძლიერებული ინტელექტუალური მეცნიერებიც კი ამაგრებენ ამ დოქტრინას, კათოლიკური იქნება თუ პრავოსლავია თუ პროტესტანტული. აი ამ ასეთ პლანეტაზე ვარ ჩვენ. არავინ არ ხედავს ღმერთს. ერთადერთი არის წიგნი შეურყვნელია ჯერ ყველა ენაზე, მაგრამ შერყვნას ეწევიან ეგრეთ წოდებული ინტერპრეტაცია, ახსნა განმარტებები, ტალკავაწელი რო ქვია რუსულად, განმარტება. და რამდენი ადამიანიც არის განათლებული ამთა, იმდენი განმარტებაა ბიბლიისა და ერთო ფართულებს ამას ბიბლიური ჭეშმარიტების აღქმის დროს საქმეს. ძალიან ართულებს. აღარ ვიცით რა გავაკეთოთ. აი რატო ვიძახი რომ საღვთო წერილიდან თვითონ ღმერთი თუ ჩვენ არ დაგველაპარაკა, იმ განმარტებელს თუ ელაპარაკება, რატო განმარტავს ღმერთი სიტყვის საწინააღმდეგოდ? და ხო იცით რომ ბევრი ასეთი არის.
ყველა სექტის წარმომადგენლები ამოდიან მანდედან. ხო და მუნისტები იქნება, მორმონისტები, რასელისტები, იეჰოვას მოწმეებს რო უწოდებენ და ასე შემდეგ. ქარიზმატები. ხო ამოდიან იქიდან, რომ იცი რა ენებზე საუბარი ბიბლიაში წერია. ხო განკურნებები იქ წერია და ამიტომ ან ვინ საუბრობს ენებზე აქ, ან ვინ რას უკურნავს, რომელიმე სექტაში რაღაც ამოტყობოში გარბი ხარ და რაღაც საფრანგეთში მერბი ხარ თუ მანდ რომელიღაცა სექტას შეუძლია ბიბლიაზე დაყრდნობით, აკიღა იქ წერია, განკურნებები შესაძლებელიაო. რატო არ იკურნებით მაგ გაერთიანებაში? ხედავთ? აი ხედავთ ინტერპრეტაციების კრიტიკას ვეწევი ახლა მე. საერთო წერილი ეს ერთადერთი შეურყვნელია ჯერ და ამას ინდივიდუალურად ადამიანი რო წაიგითხავს თუ დაამახინჯებს თვითონ აგებს პასუხს და არანაირად არ უნდა იხემწვანოს სხვა პიროვნებების მიერ განმარტებებში, იმიტომ რომ ის გიბლოკავს შენ შემოქმედებით აღქამას ბიბლიაში, არა მარტო ბიბლისა, ყველაფერში. მაგალითად კინომცოდნე ბლოკავს. შეიძლება გზაზე დამაყენოს, ხელი მიბიძოს, მაგრამ მთლიანად მასზე ჩამოვეკიდო ფილმის ყურების დროს, ესე იგი ჩემი აღქმითი უნარები დაბლოკა ამ პიროვნებამ და იმა როგორ გაიგო? ჩვენ თუ ერთი ვართ. თუ რა ისწავლა ახლა იმან იმისთან ესეთი და რატომ არა მაქვს უფლება ეს ხომ არ არის ზუსტი მეცნიერება, თქვათ, ლიტერატურული რომანი არ არის ზუსტი მეცნიერება, არც კინოხელოვნება არის ზუსტი მეცნიერება და ეს ინდივიდუალურად ასაქმელია ადამიანის იმ ესთეტიკური კატეგორიებით, რომელსაც ის ფლობს. და სულაც არ არის საჭირო აქ განსწავლული სახელმწიფოს მიერ დადგენილ უნივერსიტეტში ფაკულტეტით დიპლომირებული ლიტერატურათმცოდნე ან კინომცოდნე, რასაც ეწევა თქვათ ლევან ბერძენიშვილი და რომელიღაცა ტატა ჩვალწლიძე გარდაცვლილი ან გიორგი გვახარია, აი მას უსმინო და ისე შევხედო კინოს. ესე იგი ხო ბლოკავს, აი ნახეთ რას გვიკეთებენ ესენი. ამიტომ საღვთო წერილიც იგივეა, საღვთო წერილთან ურთიერთობა ინდივიდუალურია და არასოდეს საკამათოდ ეს არ უნდა იყოს. არასოდეს ის რაც გაიგე, არ უნდა იყოს დოქტრინა შენში ეს გაბატონებული შემაწუხო. ასევე მე რაც გავიგე შეგაწუხოთ. უბრალოდ რაც გაიგე ისაუბრე. ისაუბრე თქვენ ფარგლებში რომ მოგისმინო. და ასევე მე რაც გავიგე თქვენ მომისმინოთ და არანაირად არ მაქვს უფლება მე თქვენი დოგმათ მოგაწოდოთ ეგ. ან თქვენ მომაწოდოთ ეს ჩხუბს იწვევს. აი რა გააკეთეს პროტესტანტებმა. ხო, რამდენი დენომია 350. ეხლა რომ ძალიან არ გავართულოთ საუბარი და დაუბრუნდეთ თავდაპირველ იმას, არის თუ არა გამართლებული კიდევ ვიმეორებ, ყველა სიტუაციაში თუ არის გამართლებული ადამიანმა სიმართლე თქვას და აქ ძალიან ბევრი ათეისტი, იმიტომ რომ ამ საკითხზე არ უფიქრია. არ ცვამენ ამ კითხვას, არის თუ არა ღმერთი. აი საქართველოში მაგალითად კითხვა კი არ დაუსვია ადამიანს და ღმერთის არსებობის გამო კი არ მივიდა იქ, სადაც დადიან ტაძრებში. რაღაცა დაიყვირეს საბჭოთა კავშირის დანგრევის მორწმუნეები ვართო და შეცვლიდნენ დედაბუდიანად ტაძრებში. და კითხვას რომ დაუსვამ ადამიანს, სრული უმეცარია თქვენ წინ. უმეცარს დაერქვა მორწმუნე. შეიძლება უმეცარი მორწმუნე იყოს, კაცო, რის უმეცრების რწმენა გაქვს? ასეთი ადამიანი საშიშია და ამიტომ არის რომ 90%-მდე მართლმადიდებელი სულ ყველა იტყვება. უცნაური ის არის მართლმადიდებლები რატო იტყვებიან? თქვენ ხო ღმერთი გწავს. და ამ დროს შეწუხებულია ქალბატონი და რატომ? ისინი არ წუხდებიან, იმიტომ რომ უკვე აღარ არის სურწმენა გაარკვია მთელი რიგაზე, მართლა ცუდად არის და დაისვა კითხვა. როგორ მოვიქცე? აი ხედავთ რა რთული კითხვაა. იცით რატომ? ამაზე პასუხი ახლა საპროგრამო მე არა მაქვს. როგორ ავიღო ის მე ჩემ თავზე? მე შემიძლია გავიაზროთ რა მდგომარეობაში ვარ და ეს საკითხები თავად სინდისმა უნდა გადაწყვიტოს ღმერთთან მიმართებაში. სამსახურს ხوار დაანებებს თავს. აი ამ სამსახურში, რომლებიც უკვე სინდისი აწუხებს რომ იტყვება და მართლაც ვაიმე ღმერთთან ხوار ვაშავე რამებს. რა თქმა უნდა, მაგ სიტუაციაში თქვენ ღმერთთან არაფერს არ აშავებთ. აი მაგ სიტუაციაში მაგ გარემოში. გამორიცხულია. თქვენ ხომ არ იმყოფებით ქრისტიანთა გაერთიანებაში. ეკლესიის წევრების გაერთიანებაში. ეკლესიის წევრების გაერთიანებაში სხვა სისტემა იქნებოდა სამუშაო პროგრამის, თქვათ რეჟიმის გარკვეული წესდება დაეფუძნებოდა ქრისტიანობას. მასეთი კი ეგ დაწესებულება არ არის. ამიტომ ვინც შექმნა ეგ მთლიანად ის ინსტრუქცია უშვებს რომ ადამიანება მოიტყუოს და უცნაურია და არავინ არ თulis რომ იტყუება. აი ეგ არის უცნაური და დარწმუნებული ვარ ეს მარტო ქალბატონს აწუხებს და არა იმასეულებს იქ რომ მუშაობენ. ეს დარწმუნებული ვარ და არც ფიქრობენ ამაზე, უცნაურია. ჩვენ იმიტომ ვფიქრობთ და ვწუხდებით. სად ვიმყოფებით, რა ვქნათ, თავი მოვიკლათ. ანალოგიურში მეც შემიძლია გითხრათ ჩემზე და ვერც მე დავიტრაბახებ, რომ 100% მე სიმართლეს ვიზახი, ვინაიდან ქრისტიანი
კაცი ვარ, ვიძახდი უпроსტად წარსულში რა იქ. ეხლა უკვე ესეთი მდგომარეობაში ვარ, მაქსიმალურად მადლობა ღმერთს, რომ მე არ მიხდება ტყუილის თქმა. მე არ მიხდება, იმიტომ არ ვარ იმ სიტუაციაში. ისეთ გარემოში ვარ, არ მჭირდება ტყუილი. ისეთ ხალხთან საუბრობ, მე არ მჭირდება ტყუილი და ამიტომ მე ვთქვა, რომ მაგარი ტიპი ვარ, ეს არ არის სწორი. მაგრამ რა ქნას იმ ადამიანმა იმყოფება ისეთ გარემოში, რომ იძულებულია მოიტყუოს. იმას ინდის აწუხებს. და აი რა შესაქმე. აქ ითქვა ესეთი რამე, რომ ღმერთს თავარია, ღმერთი არ დაგმო. ღმერთის და არა ვინ გმობს ღმერთს რომ. საკა რომელი ქართველს დაუგვიმია ღმერთი. ბჭყალებში. ხო, ახლა ეს ცოტა შეიძლება ლოზუნგივად დაჭრედეს. აი ღმერთს არ მოატყო. როგორ გავიგო მე ღმერთს ვატყუებ, არ ვატყუებ. ეგ მოწმდება იმ საზოგადოებაში, რომელიც საზოგადოებაში ღმერთმა გამაჩინა და იქ მომდამიდო 10 მცნება. მე ეს 10 მცნება დაუდო ისრაელერს და არა მე დამიდო. ახლა ამ კონკრეტულ გარემოში ის ისრაელიერის გარემოა. იქ ყველამ უნდა შეასრულოს. ჩვენთან კიდე ეს 10 მცნება ყველა არასრულებს. აი რატომ ჩამოყალიბდა მონაზონისა და ბერობის ინსტიტუტი, ხვდებით? რომელიც შუა საუკუნეებიდან მოდის. და რომელიც ახლა აბსოლუტურად სულ დამახინჯებულ ფორმაში არის. იმის გამო რომ არ მოიტყუოს ბერმა სამსახურს მიატოვა თავი სამაგიეროდ ფიზიკური გადარჩენისათვის და ფიზიოლოგიის დაკმაყოფილებისათვის მიაშურა იმ ადგილს თითქოს გონია რომ მე წმინდანი ვარ. ასე შემუშავდა ყალბი წმინდანობის ფორმა ინსტიტუტი, რომელსაც ბერობისა და მონაზონობის ინსტიტუტი ქვია. ეგენი უფრო საშინელ დღეში არიან და რა თქმა უნდა ისინი იტყვებიან. ისინი ყველაზე მაგრად იმიტომ იტყვებიან რომ ღმერთს გმობენ და ცოცხალი ღმერთის მაგივრად სატანას ეთაყვანებიან. სოციალური ადამიანები, სოციალურ გარემოში სეკულარები, ხო, ესე იგი საერო ხალხი. ჩვენ ვემსახურებით საერო ინსტიტუტს, საერო სახელმწიფოს და კითხვა ასე უნდა დაისვას. რატო უშვებს საერო ინსტიტუტი კოდექსებში ნებისმიერ კონსტიტუციაში ისეთ პარაგრაფებს, რომ მე იძულებული ვარ მოიტყო, ეს იქნება სკოლის დირექტორიც, ეს იქნება მინისტრიც, მინისტრი გონიათ არ იტყვება, ეს იქნება თქვათ პრეზიდენტი. რა გონიათ პრეზიდენტი არ იტყვება? აი ეს არის მსჯელობის საგანი ხალხო. აი ასე მსჯელობდნენ ადამიანები და მიდიოდნენ იმ აზრამდე, რომ სახელმწიფოში თუ საფუძვლად გაბატონდება ყალბი თეორია, სულ ყველა სიყალბეში იქნება. ჩვენ ახლა სახელმწიფოში ცხოვრობთ. ამიტომ სახელმწიფოში შემოდის, რომლის თავკაცი სატანა არის, იცით ხო? აი წუთი სოფლის თავადია, ქრისტე რას გვეუბნება? ამ სახელმწიფოზე თქვენ აქცენტი არ აიღოთ, მდგმურებად იცხოვრეთ. ვერ დაარწმუნებ ადამიანს, რომ ის იტყუება. და აი ამის საფუძველში არის სწორედ ის თეორია, რომელ თეორიასაც უპირისპირდება იდეოლოგია თუ გნებავთ, შეხედულება თუ გნებავთ, მთლიანად მსოფლმხედველობა უპირისპირდება ქრისტიანული მსოფლმხედველობა. ქრისტიანული მსოფლმხედველობაში გამრავლებული ხალხი, რა თქმა უნდა, არ არის საჭიროება ტყუილის, რატომ უნდა დამჭირდეს ტყუილი? ცოდვა დაცემის შემდეგ ღმერთს რომ მოწყდა ადამიანი წაავიდა. დაამთავრდა, უკვე კონფლიქტი წავიდა ცოლსა და ქმარს შორის. კონფლიქტის გასაღრმავებლად ახლა სიმართლე რო თქვა, შეიძლება ცოლი დამშორდეს. უნდა მოვიტყუო. მე სიმართლე ვუთხრა დაიჯერებს. მაგალითად ამერიკა ქალმა და მელაპარაკება და სამსახურიდან ქალი მელაპარაკება და მიხმობს სამსახურში, ან სახლში მიხმობს დასახმარებლად. ცოლი მეუნება სადმე ხარ. ვეონები აი ამ ადამიანს ქალმა თუ ცოლი ეჭვიანია. უფრო და უფრო არ გაძლიერდება მისი ფანტაზიები და ხო იტყვის იმას რომ შენ ვღალატო და უნდა აღხსნა განმარტებების მთელი კორიანტელში უნდა გამახვიოს მე ამან. იძულებული ვარ უნდა მოვატყუო ეს. შენ რატომ მაიძულებ რომ მოგატყუო? თან ეს ტყუილი შენ გჭირდება და მე არ ვიტყუები იმისთვის რომ გავამართლოთ ჩემი ავიქმედება ან ამორალიზმი. მე მართლაც მივდივარ და ვეხმარო ადამიანს და არაფერი ზედმეტი. აბსოლუტურად არაფერი ზედმეტი. მაგრამ შენ ამას ვერ გაიგებ. პრობლემა არის შენ ცნობიერებაში. შენ აღქმაში ხედავთ რა სირთულებთან აქვს საქმე? ერთი მეორეზეა დამოკიდებული. ქრისტიანების ზე რო ვლაპარაკობ ჩვენ, ქრისტეს ვიცნობთ და ქრისტიანი მე ვინ არის? ვინ არის ქრისტიანები? ახლა აქ მივედით. ხო? ესე იგი, კითხვა ასე დაისვა. ტყუილი საჭირო არის თუ არა? რა თქმა უნდა, ადამიანი რო გაჩნდა, ტყუილი მას არ ახლდა. ადამიანსა და ევას ტყუილი არ ჭირდებოდა. სანამ ღმერთთან იყვნენ კავშირში. და არა მარტო ტყუილი, ღმერთთან კავშირის შედეგად დაიწყო ამათი დაშლა.
რომელსაც ქვია თანდათანობით სიკვდილი, აი რუსულად კარგად უმირაია უმრიოში. ქართულად ითარგმნება ეს სიკვდილით მოკვდები. თანდათანობით მოკვდები. უმირაია უმრიოში, ესე იგი უმირაია უმრიოში. პასტეპენა, კაი, თანდათან. ეს განმარტება რუსულ თარგმანი უფრო სწორია. ვიდრე ქართული ამ შემთხვევაში ბევრს გესმით რუსული მათ. და სატან არ ასეუნება? არა, არ მოკვდები. მოგატყუათ. ესე იგი ნახეთ სატან არ ასწახის მატყუარა. თვითონ რომელიც დაშოვდა, უკვე ეს არის ცორო. ესე იგი ცორო შემოდის მართალი კაცი, ამ შემთხვევაში კაცი ესე იგი ღმერთი მართალი, აბსოლუტური მართალი, მართალის სიტყვით, ესე იგი გაჩერებული ადამი და ევა ცდუნდნენ მატყუარა არსებით. ისეუნება, არა მოიტყუაო. ხედავთ? პრობლემა ის არის, რომ ეს არ შემოწმებულა ღმერთთან. ადამა და ევა ეს არ შეამოწმა. ამით არაფერი არ დაშავდებოდა, მე მგონი, რომ ეს შემოწმა. დამირეკა ვიღაცამ და იცით რა არის? თქვენი ცოლი თქვათ ვიღაცასთან დავინახე და არის. მე ამას უნდა დაუჯერო, მე უნდა შევამეწმო ადამიანთან. ვეტყვი რომ ეს რამდენად სწორია. ხშირად ხო ჩვენ არ ინფორმაციას არ ვამოწმებთ. ჩვენ სხვას უჯერებთ. აი მაგალითად ჩემი ამბავს, ჩემგან არავის არ მოусმენია და ვიღაცისგან მოსმენილი ტელევიზიით ყველამ დაიჯერა. მაგალითად, ამ გამოთაყვანებულმა და არაკაცმა აი ერევილემ აღარ უხეში სიტყვები რომ თქვენ გიფრთხილდებით თორე ეს მე ვიცი ეს ის ღირსია. ხო თქვენ გცემთ პატივს მაინც ჩემი შინაგანი ხმა მეუბნება რომ მსმენელი მაინც დაინდე რა ის ვიგინდარა მაგრამ მსმენელი დაინდე. ამიტომ სხვა სიტყვებით მოიხსენიებ როგორც ვიგინდარას. აი მან ხომ გაავრცელა ჩემზე რომ კეზერაშვილი მაფინანსებს. ეს 100%-იანი ტყუილია. მე ხო ვიცი. ვინმე ეს შეამოწმა ჩემთან? ხო დაუჯერეს. ხედავთ რა ხდება? ჩვენ ხშირად სხვას უჯერებთ. ზოგჯერ თქმაჯობს არა თქმასა. რუსთავი, მე უკრინა დავიწყე. ზოგჯერ თქმაჯობს არა თქმასა. ზოგჯერ თქმითაც დაშავდებს. ეკლესიაში არის ჟამი უბონობისა და არის ჟამი დუმილისა. ნახეთ, აი ეკლესიაშია ჩაწერილი. და ჩვენ ხშირად ძალიან სწორხაზოვნად უყურებთ ყველაფერს, არ ვითვალისწინებთ იმ სოციუმს, რომელშიც ვცხოვრობთ და ყველას გვაქვს წარმოდგენა, რომ არ იქა სიმართლეს ლაპარაკობთ. აი სიმართლეს ლაპარაკობს ხალხი იაფარგლავას სახით. და თქვენ გონიათ ეს სიმართლეა? ეს რა სიმართლეა? რატომ ახლა სიმართლე? რა ჭამე, როგორ ჭამე, კუჩი როგორ გადიხარ და რამდენ ქალთან იკოტრიალ და რამდენ კაცთან. ეს რატომ მინდა სიმართლე? რისი მომცემია ესა? აი აქ არის საჭირო, რომ ზოგჯერ თქმაჯობს არა თქმასა. ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. ტყუილი ცოტა სხვა ფენომენია. მე ცოდვად დაცემული ადამიანი აბსოლუტურად იტყუება ყველა. იმიტომ რომ ცრუსთან არის. გამოსყიდვის პროცესში, როცა იესომ ეს გააკეთა, უკვე აღარა ვართ სატანასთან კავშირში, ვართ ღმერთთან, მაგრამ ვართ ხიზნები და ჩვენი სოციალური მდგომარეობა უკვე როგორ გითხრათ, იცით, აუცილებლობით, მარტო აუცილებლობით არის დეტერმინირებული. აუცილებელი, ესე იგი, უბრალო აუცილებლობით. და საზოგადოებიდან ჩვენ აღქმული ვართ როგორც მათხოვრები. ხო? და გადაყლები ესე წერია ხალხთხოვში, ხო? მაგრამ ჩვენ გვაგვია ტანსაცმელი, გვაქვს აუცილებელი, გვაქვს თავშესაფარი სახლი, მაგრამ არა იმ სტანდარტებით, რომელსაც გვთავაზობს ის სოციუმი, რომელშიც ცხოვრობთ. ხვდებით? აი ეს არ უნდა ბევრს და ქრისტეს გადაკეთება დაიწყეს. ღმერთი გადააკეთეს. ხვდებით? ამ სატანა აკეთებს. ეხლა რომ არ დავივნეთ საუბრის პროცესში და კონკრეტულად როგორ მოვიქცეთ? კაცო, ჩვენ დგამურები ვართ. ახლა რა ურჩიოთ ხალხს, რა მე უთხრა ახლა, იცი რა არის, არც ერთ ვარიანტში შენ არ უნდა მოიტყუო. და ეს მითითება მე ახლა ღმერთიდან მითხრა ღმერთი მე ესე ასავლეო? არა, ეგ ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მე გავაანალიზებ და ამა თუ იმ სიტუაციაში თვითონ ადამიანმა უნდა გადაწყვეტილება მიიღოს და თავარი თუ ღმერთთან ის 100%-იანი მისი მიმდევარია, იგი ღმერთი გამოუსწორებს მდგომარეობას, როგორც ა ブラ ამს გამოუსწორა. ა ブラ ამა ხომ მოიტყუა. რატომ მოიტყუა ა ブラ ამა, იცით? ა ブラ ამი ღმერთს იცნობდა კაცო. ჩვენ ახლა წიგნიდან კიდე მოდის ეჭვი, დალექილი არის წიგნის კითხვის დროს, დალექილია ისე რომ არც ვაცნობიერთ რომ იქნებ ეს ადამიანის დაწერილი და იტყუებიან.
მაგრამ ამას აბრაამს ვერ დავაბრალებთ, აბრაამი ღმერთი დაელაპარაკა. მოსესაც ვერ დავაბრალებთ, ღმერთი მოსეს დაელაპარაკა. აი ეს არის ჩაწერილი და ეს 100%-იანი ესე უნდა მივიღოთ როგორც წერია. აი როგორც მე ახლა რეალურად მიცნობ და რეალურ რეზო ბაქრაძე გელაპარაკებათ. ვიდრე სხვა მოიგონოს ესა ჩანს და გადაამღეროს ჩემი საუბრები და მომაწეროს მე და თვითონ იმოდიალოს. აბრაამის შედარება, კაცო, აბრაამი უცნაურია, მე გმაოცებს, ის რატო იტყვებოდა ის ღმერთს იცნობდა. მე როცა ვიცნობ ძლიერს ამა ქვეყნისას და იმის იმედი მაქვს რომ მითხრა ყველაფერი შენთანა ვარ, ნებისმიერ დროს. რატო უნდა მოგატყუა? ესე იგი მიღალა დარწმენამ შენი ყოვლის შემძლეობისა. აბრაამს სწორედ აქ უმტყუნა ერთმანეთს იცნობს ყოვლის შემძლეობისა. ესე იგი აბრაამს არა აქვს ღმერთზე აბსოლუტური გაგება მისი ყველგან არსებულისა, ყველაფრის შემძლეობისა. და თუ აბრაამს მოუვიდა ეს მით უმეტეს ჩვენ რომელსაც ღმერთი ისე რეალურად არ გამოგცხადებია და წიგნი რომელიც 1000-ნაირი ხელნაწერებით არის და ყველა ამას ებღაუჭება, რა გარანტია რომ შეცდომა არ იყოს. ხვდებით სატანა რით ხელმძღვანელობს? და თითოეული ჩვენთაგანის ცნობიერებაში დალექილი არის. უბრალოდ თუ დავაკვირდებით რომ იქნებ ეს ტყუილია. იქნებ ეს ჩვეულებრივად უთანაბრდება იმ წიგნებს, როგორც ანალოგიური წიგნებია მითოლოგიები. უამრავი ზღაპრები, ზღაპრებს ვეძახი. რა სერიოზულად ლაპარაკობენ ღმერთებზე, თქვათ ანტიკური დიდი მოაზროვნეები, პითაგორა, პლატონი, არისტოტელე, პლოტინი. აბა ესენი რაზე ლაპარაკობენ? ხვდებით? და როცა ამას გაეცნობი და გადმოდიხარ ბიბლიაში, რა გარანტია რომ ესეც ადამიანი არ წერდეს, მოსე ადამიანი და თავის თეორიებს წერს ღმერთზე. და უწოდებს ღმერთს, შეიძლება არც უნახია. გონებით აი ეს შემოდის რომ იცოდეთ, სატანა ამას აკეთებს და გარკვეულ დაბრკოლებას ქმნის ჩვენი შინაგანი სამყაროს მოწესრიგების საკითხში. ამიტომ არის უნდა დარწმუნებული უნდა ვიყოთ რომ ამ წიგნის ავტორი ღმერთია. ჯერ ეს რწმენა უნდა გავიმაგროთ, სანამ კითხვას დავიწყებთ. თორე კითხვის პროცესში აუცილებლად წავიბორძიკებთ, იმიტომ რომ ისეთი ადგილები შეგვხვდება, რომელიც არ ჯდება ჩვენ მეცნიერულ ტვინში და გონებაში. ვერაფრით ვერ წარმოიდგენთ, არაფრისაგან როგორ შეიძლება სიტყვით რაიმე შეიქმნას, როგორ შეიძლება ნეკნიდან ქალის გაჩენა. ესეთი გამოცდილება არავის არ აქვს. პრაქტიკაში ესეთი რამე არ არის და მსგავსი მითოლოგიები შეიძლება წაკითხული ქონდეთ და ანალოგიურად ჩათვალოთ, თუ ესეც მითია და ადამიანის ის გაგება კი არ ექნება, რომ ბიბლიაზე დაყრდნობით შეიქმნა ეს მითები და ბიბლიიდან აგერ ღმერთს დაშორებული ადამიანი ქმნიან მითებს თავის წარმოდგენებს ღმერთის შესახებ და კაინი ამის მამამთავარი. მხოლოდ საფრთხო წელიდან გავიგებთ. და არა პირიქით მითოლოგიიდან ბიბლიის გაშაყირება ან თქვათ გაბიაბურება რა განკიქება რომ ესეც სწორი აი აგე მითები ბერძნული მითები აგე რა ჰესიოდეს ღმერთების წარმოშობა როგორ იქნება რა სერიოზულად ლაპარაკობს ხო ჰესიოდე რა სერიოზულად ლაპარაკობს უკვე აქით უკვე აღორძინების ეპოქა უკვე ახალ პერიოდში სპინოზა ბენედიქტე ღმერთზე ისე ლაპარაკობს თითქოს ეს ახლა რეალურად ამასთან პური ეჭამოს მაგრამ ეს ადამიანი წარმოდგენა აი ეს მუშაობს კითხვის პროცესში ბიბლიას რო ვკითხულობ ჩვენ რომ აი როგორც სპინოზა ფიქრობ და ეს არა ღმერთი არ არის. მოკლედ ღმერთის რეალობაში ძალიან ძნელია დარწმუნება ადამიანის. ამიტომ არის რიტუალური რწმენა. თვალსაჩინოებრივი რწმენა, რომელიც გასახდება როგორც რეალობა და შუამავლობა სხვადასხვა ილუსტრაციებით, ხატებით და მსგავსი რაღაცებით. ეს კი ყველაფერი ტყუილი არის. ამიტომ ჩვენ დიდ ტყუილში ვართ გახვეული. ეს ტყუილი არის პოლიტიკური, სოციალური, მორალური, რელიგიური. სანამ ქრისტეს არ შეხვდება ადამიანი და ქრისტეს შეხვედრა ინდივიდუალურია. ქრისტეს შეხვედრა არ ხდება ისე როგორც პავლე შეხვდა. ერთადერთი წელი რომელიც ყველა ენაზე ღმერთმა ჩამოურიგა თავის ენაზე ყველას, ახლა შენი გადასაწყვეტია ეს და ჩემი რამდენად არის ეს სწორე და რომ მივიღე ახლა რა გავაკეთო. განათთა თავი. დავიბადე. ნამდვილად ესია. ახლა ამ დამპალ ზაღორეში რო ვარ. რა ვქნა? ავღრუტუნდე? უკვე ვიყავი ღორი და ახლა უკვე გავადამიანდი. ხო, მეტაფორა ღორის, ხო? კუჭი, ჭამა, ფიზიოლოგია, ამ სიმბოლოთი, ამ მეტაფორით. რა გავაკეთო?
საღორიდან გავიქცე? არა, საღორეში უნდა აჩვენო ადამიანს რო ღრუტუნებს. აი ამ მისის დაკისრება ერთობძნელია იმ ქვეყანაში და საზოგადოებაში, სადაც ამას ემტერებიან, სადაც დასდევენ. და თითქოს გამოვალი მდგომარეობაა, ხო? აბა რა გავაკეთო? ჩვენ ხო ლაპარაკობთ გარკვეული გეგმით რაღაცა პატარა მასშტაბით ვართ ევანგელისტი, ესე იგი იმ ახალი ამბის, იმ კეთილი ამბის გამავრცელებელი, რომლის ავტორი ღმერთია. ამას აკეთებს პავლე. ის არანაკლებად საღორეში ცხოვრობდა. რომის იმპერია ბრა იყო. ეს იყო ყველაზე პოლითეისტური იმპერია. ყველანაირი ღმერთის სამდათ. აღვირახსნილობაც გამართლებული იყო ღმერთით და ტაძარში მიდიოდნენ და ორგიები იყო სექსუალური. უცნაურია ხო? ღმერთები იყო, ყველაფრის ღმერთი იყო. მოვლენის, რაღაცის, ტაძრები უამრავი და რასაც ვერ მიაგნეს, ესეთი ტაძარიც ააშენეს და დააწერეს ჩვენთვის უცნობ ღმერთს. და პავლემ გაუცდა რომ ნახა ხო, რომ ჩავიდა ათენში. ხო, რა მორწმუნეები ხართ? ტაძარი არის უცნობ ღმერთს. ხო და მე ამ უცნობ ღმერთზე დაგიწყებთ საუბარს. გამოიყენეს პავლემ ძალიან ძლიერი ლოგიკა არის, ძალიან მაგარია ხო, დიპლომატია. ხალხიც მივიდა და უსმენს. ვიდრე იქამდე სანამ აღდგომა და ეგ მერე დაშორდნენ. ხო, იმიტომ რომ ისინი მოყვარულები იყვნენ ფილოსოფიური აზრების და ათენი ხო იცით როგორი არის რომის იმპერიაში. ასე როგორი ფილოსოფოსები არიან, ყველას უყვართ ეს კამათი, თავის ხელოვნება, დავაკამათის ხელოვნება, ფილოსოფია, ყველა მისტიკოსია, ყველას თავისი გაგება აქვს ღმერთზე და ყველა გამართლებულია თავის გაგება ღმერთზე. ანალოგიური მსოფლიოს იმპერიაც პოლითეისტურია დღევანდელი 21 საუკუნეში. ყველანაირი ღმერთის წმენა არსებობს დღეს დედამიწაზე. და ყველა სწორია, ხო, იზახიან. მათ რიცხვში მოათავსეს ქრისტიანობაც. რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანაში სახელმწიფო რანგში ავიდა და ფინანსდებიან კათოლიკებსაც აფინანსებს მთავრობები და მართლმადიდებლობასაც. პროტესტანტებს ხალხი აფინანსებს მრევლი და პასტორები, მღვდლები და პრისტები ძალიან კარგად ცხოვრობენ. აი ესეთი პლანეტა მივიღეთ ჩვენ და აი აქ ახლა 2000 წელზე მეტია არის მადლის ეპოქა. რას ნიშნავს მადლის ეპოქა? აბსოლუტურად მუშაობს სულიწმინდა მესამე ჰიპოსტაზი, რომელიც ძალიან ბევრისთვის არის გაუგებარი. და სულიწმინდა როგორც ნუგეშის მცემელი ისე დატოვა იესომ მოგივლენთო რომ მიდიოდა შეშინებული მოციქულები რომ და ამ სულიწმინდით ისინი გამაგრებულები იყვნენ და თან სულიწმინდით ილაპარაკებთ თქვენ მართლაც სულიწმინდით ლაპარაკობდნენ და სულიწმინდა ავტორი მესამე ჰიპოსტაზი ღმერთი ესე იგი ბიბლისა და მთელი წერილი ღვთივსულიერია ასე ჩაიწერა მეორე ტიმოთეს 3:16 პრაქტიკაში ჩვენ საცხოვრობთ როცა სახელმწიფო დონეზე ავიდა კათოლიციზმი, მართლმადიდებლობა და ყველა მართლმადიდებელი არის ქრისტიანი. ყველა კათოლიკი არის სამხრეთ ამერიკა. ვიძერთ, პირჯვერებს ვიწერთ ფეხბურთელები, შტანგისტები და თავს თვლით მორწმუნეებად. ხო და დააკვირდით ამ მორწმუნე ადამიანს ეს საკითხებიც არ აწუხებთ. არ სვამენ ამ კითხვებს, იმ თავითვე დაბადებით მორწმუნეები არიან. დაბადებით ქართველები არიან, ეგეც არ აწუხებთ, რომ არსებობს დაბადებით ან ქართველი იყო, ან ინგლისელი დაბადებით, ცოდვილი ადამიანი ხარ. ღმერთს მოწყვეტილი და მკვდრათშობილი. ამას ვინ მიიღებს? ეს არის პრობლემა. გვაქვს ამოსავალი თუ არა ჩვენ, აი, ვინც არს ამერიკა, ესეთი ქვეყანა თქვათ, არც კანადა და არც საქართველო, მარტო საქართველოს კი არ ვაკრიტიკებთ, ახლა ჩვენ ვარჩევთ. ტოტალურად სხვა გაცილებით, რა თქმა უნდა, უვარგისი ქვეყანაა საქართველო, ევროპის ნებისმიერი ქვეყანა. სახელმწიფო დონეზეა უვარგისი, სისტემა არაფრად არ ვარგა. მართლობის სისტემა ეს არის ეს კანონით არ იმართება. თან კანონი თუ იწერება, კანონი ვინ წერს? რასთან არის? ამოსავალი დებულება კონსტიტუციას საიდან აქვს? რომელი შეხედულებით? მატერიალიზმი თუ იდეალიზმი? არის გაჯერებული ერთიდან და მეორითაც? მე შეიძლება ცხოვრობდეთ თქვენ ქვეყანაში, რომელიც 88% მართლმადიდებელი და კონსტიტუცია გქონდეთ არაქრისტიანული. კონსტიტუცია პარლამენტის მიერ დაწერილი არაფერი არ არის მათ ქრისტიანული. ეს არის რაღაცა სატანური და შესაბამისად არის წინააღმდეგობებით სავსე სოციუმში და წინააღმდეგობა ოჯახშიც, ყველაფერში და არის სრული ქაოსი. მხოლოდ შეუმჩნეველი და რომ ანარქიაში არ გადავიდეს, გარკვეული ჯგუფი ამ უკვე უხეში ყავსუდა ამ ნახირს წემსავს. წემსავს და ასე თუ ისე ტოვებს ადგილებს სივრცეს რომ ადამიანმა
გააღწიოს ამ სივრციდან, ან დატოვოს ქვეყანა, ან თუ მანდარი არ შეეხოს, მონაწილეობა არ მიიღოს და თავის ანაბარად იყოს. აი ესეთი არის პოლიტიკურად ექვეყანა. ამ მაგას არც არჩევნები უშველის და არც არაფერი, რომ მთლიანად ეს ქვეყანა რო შედგეს, აუცილებლად ინტეგრაცია უნდა მოახდინოს აღმატებულ ქვეყანასთან, აღმატებულთან. არა 64-ში. აი ეს თუ ოდნავ მაინც გამოასწორებს მდგომარეობას, ვიდრე აი ახლა არის. აი როცა იძახიან ევროპის გაერთიანება. მაგრამ ესეც ახლა ხანგრძლივი პროცესი არის და ეს არ მივიყვანს ჩვენ ვთქვათ 64-მდე, რომ აქაც ხალხი მუშაობს სამსახურში და უხდებათ ტყუილები, მაგრამ ისე არ როგორც საქართველოში. რომ ამათი სამუშაო ვთქვათ კონსტიტუცია, ყველა სამუშაოზე თავისი წესინა განაწესია, გამორიცხავს ტყუილს. ხო, გამოირეს. თუ მოიტყვები, ტყავი გაგწურება. ნებისმიერ სამსახური. აი ეს განსხვავება ამ ქვეყანასა და საქართველოს შორის. აქ მან თუ ტყუილი გადარჩენა არის, თავის გატანა არის, აქ ტყუილი შენი კრახია. მეწახვალ წინ. თუ დაგიჭირეს და როცა იქნება დაგიჭერენ. აქ არ მიიღება ორი რამ, არ იპარო და არ იცრო. იმიტომ რომ ამ კონსტიტუციით ახალ არაფერი არ უკვირს აქ მთავრობას რო უთხრა მე ვარ ჰომოსექსუალისტი, ან მე ვარ ბისექსუალისტი, არ ამქვე არ ჩავა, მე ვარ თქვათ იცი ათეისტი, ან მე ვარ ეს, მე არ უნდა მოიტყო, ხარ ჰომოსექსუალისტი, ხი ჰეტეროსექსუალისტი ვარ. ხარ თქვათ ოფილი ნაცი ხარ და იზახი იცი რა მე პატიოსანი ვარ. აი მაინც სადღაც გამოგიჭერენ. და წინ დაგიდებენ რომ შენ სანდოკაცი არა ხარ. რა უცნაურია ხედავთ? აი აქ მე რატომ აძლევენ საშუალებას რომ სიმართლე ვთქვა? არ დამდებენ ამ სიმართლეს. ქვას არ მესვლიან. რო უთხრა რომ იცი რა მე ადრე მოვიხადე ციხე ამადამ ქვეყანაში. არ დამბლოკავენ სამუშაოზე და რაღაც ამ დაგვარი ხო? იდეალიზირებას არ ვახდენ ამისეს, როცა ინტერვიუზე გადიხარ. შეიძლება დაფთხეს და არ ამიყვანოს, მაგრამ თლიანად კონსტიტუციის პარაგრაფი მე მიცავს. მე რა ყოფილი პატიმარი ვარ. ამიტომ გადასაგდები ვარ. მსგავსი რამე საქართველოში გამორიცხულია. ამიტომ იძულებული ვარ მოვიტყო. აი საფუძველი ამ ტყუილებისა რა არის? სოფხედულობა, ხო? შესაბამისად, როცა თქვენ ახლა მუშაობთ და აქ იყო ჩამონათვალი, რომ მიხდება ესაო და ეს არ აწუხებს არავის. არ აწუხებდა მაგალითად სავაჭრო დაწესებულებაში კომუნისტების დროს მუშაობდა ხალი და ყველაფერს იპარავდა იქ. აბსოლუტურად. სულ არ აწუხებდა ესა. ანერი სინდისი არ წუხდებოდა. არა მარტო ერთი, სულ ყველა. და 60-მდე ხელფასით ვინ ცხოვრობს? და ყველა ეს ვინც 60-მდე ხელფასზე ცხოვრობდა ისეთ თქვათ სტრუქტურებში, სადაც იყო კვება, ვაჭრობა, ყველა მაგრად ცხოვრობდა. რემონტები, სახლები და ინსტიტუტში ბავშვებს უაწყობდნენ. ხელფასი 60-მდე. ეს ყველა მიცოდა, ისე უცნაურია. იმთავითვე დაშვებული იყო, ეგ უცნაურია, რა არის ეს? თუ სატანასთან არ გავიაზრეთ, რომ ეგ არის, ვერ გავიგებთ მაშინ ამას. და ვიწყებთ გამოსწორება, აი ის იპარავდა, მოხსენით, დადგა ტიპი იმანაც დაიწყო მოპარვა. დავიჭირეთ, მოვაშორეთ ესე იგი, გავათავისუფლეთ, სხვა დავნიშნეთ იგივე საკეთებს და თუ პატიოსანი მოვიდა მართლაც და იმიშიშით არ დამიჭიროს აკეთებს ამას, გამოდმებით არის რევიზიაზე და ვერ ვავდივარ ჭკუაზე, რატომ ამოწმებენ? ვიღაცას არ შეამონებს ჩემი პატიოსნება. მე მინდა შენი პარავდე და წილში მეც უნდა გამიყვანო. და საბჭოთა კავშირში პატიოსნება არავის არ მიაჩნდა ნორმად. ეს რაღაცა იმ ჯაჭვში არ ჯზიხარ. ხო? ხომ გითხარით მაგალითი კალამიცევმა თავის ოჯახზე რომ მოყვა სოხუმში რომ მუშაობდნენ დედამისი ერთ-ერთ სასადილოს დამლაგებლად. და დამთავრდებოდა საღამოს ფულის გადანაწილება ასე ხდებოდა. შემოსული თანხები იყო და დირექტორს მეტი მე ოფიციანტებს რაღაცა და მე მანეთი თქვა დაუზახებდნენ ამ ქალს. იმოუთხრა არა. მე არ მინდა. ეს არ მოეწონათ. არის ჩვენ წერაში ქალი, რომელიც ამას არ იღებს, ესე იგი არ იღებ ფულს, ესე იგი შენ არ იწონებ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ეს შენი წილია ხო? ნუ 5 მანეთი იმას, 3-3 მაინც. და მან სამსახური დატოვა. თვითონ დატოვა. დამლაგებელი. ხო, დამლაგებელი, თეფშებს არ ეცხავ, გარეცხავ. და შემოსული თანხა, იქ რაღაცა იმ შავი იმეებით ხორცი გარეთ გადის და იყიდება, აკლებ სასადილო, ხო? საბჭოთა პერიოდში სასადილო იცით თუ სახელმწიფო იყო ყველაფერი და კაი მომარაგება იყო და კარგად დაღვინებული და დასუქებული იყვნენ სასადილოს დირექტორები და გამგეები.
და ასევე მიმტანები და მზარეულები. არა აი მთელი პროდუქტი ხომ მოდის. შავ ბაზარზე ყიდი, სახში მიგაკი ინაწილებ, ცალკე ყიდი. აქედან შემოსული თანხა და ეს დამლაგებელია როგორც ამეთის ღირსი არ ახარ მანეთის შენ. ის არაფერს არ იყიდი და არაფერს არ იპარავდა. არ მიქონდა ხორცი რა ვთქვა 1 კილო არ ჭირდება. და არც იმის მანეთი ჭირდებოდა, იმიტომ მას ქონდა 60 მანეთი ხელფასი. ხო, დამლაგებლებს ესე იყო 60 მანეთი და თლიან განაკვეთს. და კი არ უთხრეს დატოვეს სამსა, თვითონ დატოვა. იმიტომ რომ იქ ვერ ეწერები ამ იმაში. აი ეს კალამიცევის დედაზე ალაპარაკ, ეს ქრისტიანი ხალი იყო. ხედავთ? რა უცნაურია ეს იცი? ისიც რა ალბათ რაც უდათ იქნებოდა რა, ვერ არკვევდა მე არ ვიცი ახლა ის ხალი და მაგრამ რამდენად სწორად მოიქცა ეს ხალი, ესე იგი დაკარგა სამსახური 60-მენეთიანი და მანეთის გულისთვის უნდა წაიწყმინდოს სინდე საინტერესოა იქ 200 მანეთზე თანახმარ იქნებოდა. ასეთი ადამიანი არ იქნებოდა თანახმარ, გამორიცხულია. ხვდებით? რა თქმა უნდა ასეთ ადამიანებზე ღმერთი მუშაობს. ის მაინც არ მოკდებოდა მშერი დაანება სამსახურს, სხვაგან მოძებნის სხვას და არის რომ იქ რო გაიგებენ აღარ შეცდა დირექტორი რომ ჩუმად გააკეთა იმას არ ცოდნოდა ეგ. შეცდა იქ დირექტორი, ეგონა რომ ესეც მასეთი იქნებოდა. აი კი შეცდნენ. თორე შეიძლებოდა და მინეგენ შეცდა და ამან არა იყო. ვერც გააგდებ ამას სამსახურიდან, იმიტომ რომ გიჩივლებს. და თვითონ ხალმა დატოვა, თვითონ მიხთა შეგენებული იყო რომ ახლა მე არ ავიღე, მაშინ უნდა წავიდე სამსახურიდან. ეს არ მოხდებოდა მისი სამსახურის დატოვება თუ ისინი გაინა იმას არ დაუძახო, შენ აიღე იქ და ვერც გაიგებდა ეს ხალი ვერაფერს. რამის არ ჩაერევოდა, არც უჩივლებდა. ხვდებით? საშინელება რა, აი ესეთ მდგომარეობაში რომ უკვე სხვა ხარ, იმათი წევრი აღარ ახარ. და სახიფათოებას წარმოადგენ, როცა რევიზია მოვა დაკითხა ვიღაცა ჩავარდებოდა, შენ კიდე იტყვი სიმართლეს. ესენი მოიტყვევიან. ყველაფერს რევიზიის დროს ყველაფერს ტყუილს მიაწვდიან. აი როგორც იქ კავკასიურ ტყვე-ქალში ფილმში რო არის გახსოვთ, საჭმელებს რო შეიტანენ და რო არ ჭამს ეს ვითომში მიშილობს ქალი, ჩაკეტილი ამ იმაში. გახსოვთ ხო? ესენი ძღებიან, ჭამენ და მე აბა უნდა დაკლადი გარკვეული მოხსენებები უნდა მიაწვდო იმას ვინ შემოიყვანა. გახსოვთ ხო? აი 3 პორცია შაშლიკა ვიბრაცილა პროპას. ვინა არა 3 უთხრა. ბიში 3 აგა ადამიანსხრია. წარმოიდგინეთ, სულ ყველაფერი ამ იმაში ხეთქეს და მიაწერეს ამ ხალს. ამა შეჭამა, ამან 3 ბოთლი ღვინოც დალია. აი რაღაც ეს არკადი გაიდაის ფილმი იყო ეგ. გაიდაი ესეთი არკადი იყო. არკენადი თუ გაიდაი ნამდვილად აი რეჟისორი, არკადი გაიდარი ის არის მწერალი. აი ეს ირონიულად ეს ვითომ იუმორში ფილმი გადაიღო საბჭოთა მორალის გადაგვარებაზე და საბჭოთა გათახსიერებაზე. ხალხი კი ამას უყურებდა და იცინოდა. და არავის ამის ანალიზს არ აკეთებდა ამ ფილმის. გამიგეთ რომ გამთავისუფლებულიყავით. იგივე მდგომარეობა დღეს უფრო უარესი. ახლა ქრისტეს სახელით მუშაობს მთელი საქართველო. ქრისტეს სახელით იტყვება ყველა. პრეზიდენტად დაწყებული რიგითი მორწმუნემდე და ზოგ-ზოგიერთი მორწმუნე გავს იმ კალამიცევის დედას. და საცუდავი ესეთი მორწმუნეა, როცა ცრურწმენაში გურწრფელად შემსრულებელი ამ ცრურწმენის. და ასეთზე ღმერთი რა თქმა უნდა იმუშავებს და გამოიყვანს. ბევრი ხო თქვენ გამოგიყვანათ. ესე იგი თქვენ ვინც მართლმადიდებელი მე ვიცნობ, მართლა გურწრფელები იყავით, თორე ისე ვერ წამოხვიდოდით იქიდან. ნახეთ პავლესაც ესე გამოიყვანა. ღმერთი იყურება ყველას გულში. შენ არ ახარ ისეთი. ამიტომ მე მემსახურე ჩემთან შემოდი. გამოდი მიატოვე ეგ საზღარი გაერთიანება. შეიძლება ბევრი ბერსაც გაეხილოს თვალი და გული და მიატოვოს. ბევრი მართლა გამოიქცა. მე არ ვიცი ქრისტესთან, კი გამოიქცა, მაგრამ ქრისტესთან თუ მივიდა. მე კი ვიცი რომ გამოიქცა და ათეისტში გავიდა ბევრი. სემინარიდანაც ბევრი წამოვიდა, გამოიქცნენ სტუდენტები, მაგრამ ათეისტები გახდნენ მაგარი ათეისტები. გაბრაზებულები რა. გაიგივეს ეს ისულელი ქრისტე რაშვაშია ეგ. ქრისტე უცვლელია. რაც იყო წმინდა, იქნება წმინდა სულ მუდამ და მაგარია ღმერთი და შენ ხა ფთლები არ მოგწონს და ამიტომ ქრისტე არ არის, არ არსებობს ეგეთი რამე. ამიტომ დავჭეთ იმ სამსახურში, სადაც ვმუშაობთ. ეგ არ არის პრობლემა და ამ გადაწყვეტილებას ნაჩქარევად არავინ არ უნდა იღებდეს და შეძლებს დაგვარად მაქსიმალურად ხო არ მოვიმონაწილეოთ ისეთი რომ სადაც ჩვენი სული გაიყვნება. ახლა ამ სისტემას ჩვენ ვერ შევცვლით ერთი ადამიანი. სკოლიდან წამოსვლა არაფერს არ ცვლის. ის მაინც დამყაყემული არის. თქვენ კიდე არ ისურებით.
მე ვიგინდარებში რო ხართ თქვენი ქრისტიანობა ვის უნდა თქვენი ქრისტიანობა ღმერთს უნდა ამიტომ იმ წესებს ემსახურებით და არ არის პრობლემა ეს რა იბილწება თქვენი სული ღმერთს შორდებით მაგით თუ უკვე გათახსირდებით და მე დამოუკიდებელ იმ სფეროში თქვენ შეხვალ და თქვენ დაიწყებთ იგივე ტყუილებს იმ წერაში რომლის თავკაცი თქვენი ქებით ეს უკვე აღარ გეპატიებათ ახლა კი როცა რიგითი ადამიანი ხართ რიგითი მასწავლებელი ხო არა უჯაყდები სისტემას ხო არ არის სწორ ამდენი ფილმი ამაზე გადაღებული რას მიაღწევ რა მე სისტემა თქვენ რწმენას ემუქრება არა რა თქმა უნდა მე თქვენ რა სიტყვებით რომ მაგალითად საკუთარი ეზო ქონდა თბილისში საკუთარი ახლა სახლი ბარაყინა სახლი ეზოში ქათმები ლამაზი ქათმები არის დადეს ერთ ქათამს რაღაცა პრობლემა შეეპარა და დედაჩემმა შეენიშნა ხო აი ბუზა რაღაცა საწერბოდ დაკლა და ჩააგდო ქვაბში მოხარშა და სუფრა გააწყო და ჯექის სუფრაზე მომიმედი მაგრამ გამა დედა იქ ქათამი აღარა ჩანს სად არის მეთქი ის ქათამი არ ვიცი მეუნება კაცო ეს ის ქათამი ხომ არ არის რომელიც იყო ავა და დაკალი და გვაჭმე მეთქი და უბრალოდ კითხვა დავსვი და გაიგიჟა თავი რა არა და არა მეუნება უცნაური ალბათ დედა ფიქრობს თუ ეტყვი ამას არ შეჭამს და ხო იცით ოჯახის დიასახლისი ყოველთვის უფრთხილდება ხო ყველას ლუკმას ყველა ემას და რაღაც ახლა თუ შვილი ჭირვეულია და ალბათ მე ჭირვეული შვილად აღიქვმა დედამ იმ წუთში ამ დროს მე არანაირად რა ასლაპარაკო კითხვა დავსვი რა საწავიდა ქათამი აღარ მე არ ხედავ რაღაცა ცუდად იყო ალბათ იყო და კი არ გაიგო მე როგორ დავსვი კითხვა ნუ რა ბუზულია კი არ მომტარა და ჭირიან კი არა დაკლა რა იმ წუთში ხო ვარ მოიწამლებით კაცო იმის მაგდორე თქვა დავკალი შვილო და ეს ის ქათამია ქვაგდო თავი შეუშვი რა ჩემი ძმა იცინო და მაგით მივხვდი მე გაგიჟებული აი ხო გრძნობდი ბოლომდე დედაჩემს ვერ ვათქმევინა ეგა სანამ აი არ დავიწყე ხო ბურტყლებს არ მივაგენებ და მაინც ბოლომ ვერ გავტეხე რა აი ესეთი არის ადამიანი საკუთარი დედა კაცო იმის შიშით რომ შვილი არ შეჭამს ეს ბიჭო რა უბედურება ეს რა დგინდა ეს ტყუილი რა საჭიროა ზვალბირჩია გამჯდარი და ასეთი ბევრი მაგალითები მაქვს ჩემს წერაში ხო ამით ხო არ შეგაწყენთ თავს ხალხო აი ესეთი უწყინარი ტყუილები მე მაგიჟებ და არ არის საჭირო რატომ ატყუებ ნუ იმიტომ რომ ესე იგი თანდათან ცნობიერება უკვე გიმახინჭდება და მე გამიჭირდება შენთან ურთიერთობა რატო იტყვები რაც არ არის საჭირო რატო თქვი არჩევანი დამიტოვე რა ბოლოს და ბოლოს თქვი დამიტოვე არჩევანი არ შევჭამავს არ არის პრობლემა გამხმარ პურს შევჭამ არჩევანის წინაშე დამაყენე უჩემოთ რატო აკეთებ ამას მითხარი და აი ესეთი ნიუანსები თქვენ თუ ყურადღებას აქცევთ უამრავი იქნება თქვენ სირკვილი უამრავი ამიტომ არის აზროვნება ნახეთ სადმადგება მე აზროვნება ხო და მე ახლა ახალგაზრდა 18 წელი მაგას აქში ვარ ხო აი ეს ემოცია წინ იყო და გიშდებოდი კარებს ვარ ახუნდა კი ვერ გებულობდეთ და ჩემი რაზე ვიყავი გაპროცებული და წუჩი რა არის ეს ვერ რატომ მატყუებ ეს მაგიჟებთან რა დედა თქვენმა რომ მოგატყუათ სწორი იყო თუ არა ხო არ შეჭამდი რომ ეთქვა რომ ეს იქ დაკრულიაო და თაბლოჯამში რა დააშავა ესეც ხო კარგი ტყუილად ითვლება წინ წლებში დააშავა რა თქმა უნდა დააშავა იმიტომ რომ იგი იყო პარტიული მუშაკი იგი იყო საზოგადოებრივ იმ განათლების სისტემაში ბაღში და შვილს დედამ ტყუილი მით უმეტეს გამოგიჭირე ესე იგი შენ მიბიძგებ რომ მოვიტყუო თუ შენ იტყუები გამოდის რომ კარგია ტყუილი რა იცი რომ არ შევჭამდი თუ არ შევჭამდი რა პრობლემაა ეგა არა მაქვს უფლება არ შევჭამო რატო ძალით მაჭმე იმის არ იყოს ძალით გაჭმე ღორის ხორცსა კეფაზე დაგასხვამწევს არსენა მარაბლებში რა რატო არჩევანის უფლებას რატო არ მაცლევ შენ თქვი და საწამლავი კი არ არის კაცო ეს კი არ მოგტები ხო როგორი აღქმა მაქვს ხო ახლა ყველას და ზოგი ფაქიზი არის და რა დაშავდება რო არ შევჭამდი მე რა არა ამ კონტექსტში დედაჩემს ტყუილი არ უნდა ეთქვა იმიტომ რომ ამ ტყუილმა ჩემი აგრესია გამოიწვია აგრესია კიდე ნერვები არის მე გაღიზიანება გაყვება და ვიღაცას ქუჩაში გადაბრუნებული სულ შეიძლება ხეთქო და ან მაქცემოს სიმშვიდე დამირღვია ჰარმონია შეცდა დედა ან მეორე ვარიანტი მახარაძის ახლა ზურგეთი დაარქვეს სალარო რკინიგზის სალონში მე და ჩემი ძმა მივედით
მეუნებით ბილეთი არ არის მეუნება ხამის თეთრად გადავირი რა მთელი საქართველოს מחარჯეშია კაცო ეს ბოლო ის არის გაჩერება არ არის ხო იცით რატო იძახის ამას ფული ზედმეტი გავაქანე მუშტი და იმას დავარტყი ხა რა ჩემს მა გადაირეთ ამ შეშინებულმა იმან როგორც იქა გეჟის სახით ჩემს მას ბილეთები მიაწოდა რო თან დაამატა ის რომ იცი რა სადღაც გამოძებნე და მოვიდა წასული ზვავით მაგრამ ცარიელი იყო მაგონი გავგიჟდი აი ჩემს მას აი რატო გავბრასდი მეთქი ჩემი ძმა ხო ვერ მიხვდა ახლა ამანაც გამაგიჟა შენ რა მოგივიდა შედალოცვილო მე გიჟი გამოვდივარ ესე იგი აი ეს რა არის კაცო ასე კინოთეატრში ბილეთი არ არის გეტყვის და ლევად ყიდეს ახედავ იქიდან გავიდა აი ეს საზოგადოებას რო ცხოვრობდა ხალხი არ აკვირდებოდა და ასეთ საზოგადოებაში მტერმა იცხოვრა ხალხმა მაგრამ ყველგან თუ ესეთია თავი მოვიკლათ არა გვეუბნება იესო გაგიჭირდებათ ამ ცხოვრებაში უჩემოთ სიარულია და ამიტომ ვარ ღმერთთან რომ გადავიტანო ეს ციხე რომელსაც ჩვენ ვიმყოფებით და არა იქ აგა პირჯერები ვიწერო აქა და ვიღაცას თავი მოვაწონო ჩვენი მორწმუნეობით ამიტომ თქვენ თუ ქრისტიანი ხართ რა თქმა უნდა იმ სივრცეში სადაც ხართ და იდენტ ისე ტყუილს რომ სხვას დააზარალებთ არ გააკეთოთ ეს და თუ არავინ არ დაზარალდება იმ კანონებს ახლა თქვენ ხوار შეცვლით გააგზავნეთ იქ ცხოვრება არ არის საჭირო ყველას ვეჭიჭყნოთ მით უმეტეს უკვე მე 18 წელს ვიყავი და არ იყო სწორი საქციელი ჩემი ახლა კი არ მოიქცევი ეს აი ახლა იგივე რომ განმეორდებ დედას კი არ წავეჭო კითხვასაც არ დაუსმევ არ არის საჭირო რა საჭირო არც გავბრაზდები თუ მომატყუებს მე ხო ვიცი რომ იტყვება მე მაშინ ვერ გავიგე რატო იტყვებოდა რა არა მაქვს რა ცოდნა გამოცდილება ისეთი ძლიერი ესე ვარ გაზრდილი ხო არის რა ბავშვები და მე კიდე კაი არ გავირყვენი მე ესე იგი მასწავლე რომ მეც ესე მოვიქცე აბა რა გამოდის შინაგანი სინდესიც რო გვაწუხებს თუ მივაქციე ტყვა ვინც არ აქცევს არაფერი ახლა სინდესი ბერძნული სიტყვა არის ხო ბერძნული სინდისოს არის ბერძნული სიტყვა ტოჟე ზნაიუში რუსულად ესე არის ხო მეც ვიცი რა აი ეს რა რო გეუბნება ღმერთი შენ ცოდვილი ხარ შენ ტოჟე ზნაიუ მეც ვიცი ახე ვაღიარ ეს ქართველებს სინდესიც მოპარული გვაქვს ლექსიკონში ბერძნულიდან არ ქონია არც ნამუსია ქართული სიტყვა რო იცოდეთ ეს სპარსულია ესე ქართული უსინდისო და უნამუსოა თორე ჩვენ იმიდან ლექსიკონი ქართული არ უნდა ქონოდა უამრავი ქართული სიტყვაო და ეს მორალისა და რელიგიის სფეროში რატომ მოვიპარეთ სპარსულიდან და ბერძნულიდან და არც ვაქცევთ ყურადღებას ხო ვიცით რა ვიგინდარები ვართ საზოგადოებაში აუცილებლად გაიცვლები გაგსვრიან ყველაფერს გააკეთებენ გაგსვა რომ საყვარელი ადამიანი გაგსვრის ცოლი გაგსვრის ბოლო და ამისთვის მსად უნდა იყოთ და ნუ დაიყვანთ ყველაფერი ან იცი რა მე არ მიღალატია ქმნის არც მომიპარია ბიცოლად ჩემი მეუბნება ან ჭირება ქრისტე რა ქონდა საშუალება მოპარვის და არ მოიპარე რა გიждდებოდნენ შენზე კაცები და არ აძლევდი უხეშად რო თქვა ვისაც უნდა ხარ ამიტომ რა სტრაბახობ შენი პატიოსნებით შეიძლება პატიოსნებით თავი შეიქოთ შეიძლება კაცო სიამაყე არე ამან პატიოსანი მღდელი მე პატიოსანი ვარ მე პატიოსნები ავირჩიეთ აგერ ყველა დეპუტატი არის პატიოსანი თქვენ გჯერათ რომ დეპუტატები ყველა პატიოსანია შენ ეს ახაც უტყუილი ყოფილა ასეთ პატიოსნებს ქრისტე რა თუნდათ ამიტომ ქრისტიანობა არ არის ისეთი ადვილი მეგობრებო როგორც ჩვენ გონია რა